რომელ პოლიტიკურ პარტიას დაუჭერთ მხარს საპარლამენტო არჩევნებში? ჯერ არა მაქვს გადაწყვეტილი. გადაწყვეტილი ნამდვილად არ მაქვს. ჯერჯერობით მოვიფიქრებ. I'm going to საიდუმლოა ეგ, მაგრამ იმ პარტიას ვინც ცოტა ესეთი ეროვნულ ტრადიციულ ისინი ექნება პროგრამაში. ეს ჩემი საქმეა. ჯერჯერობით არ გადამიჭყვეტია და ეხლა ასევე გეტყვით. რა თქმა უნდა ნაციონალურ მოძრაობას. რატომ? რატომ და იმიტომ რომ რაც მაგათმა გააკეთეს მათ არაფერი არ გაუკეთებიათ იმას არ დამატებითო. ჯერ გადაწყვეტილი ნამდვილად არა მაქვს. ძალიან ბევრმა პარტიებმა რამოდენიმე წლის განმავლობაში გაგვიცრუეს იმედები და ნდობა დაკარგეს ხალხში. მე პოლიტიკაში არ ვერ გეტყვით. არც ერთ. ეგ საიდუმლოა. ალასანიას არ ვიცი რომელი პარტია არის. ვინტო კაი ბიჭია. აი ოცნებას დაუჭირო ხარი ეთელი ხატაკა მეზობელი დაუმარხიათ. ნაციონალებს. რატომ ნაციონალებს? ეგრე მინდა. პატრიოტთა ალიანს. რატომ? იმიტომ რომ ქართველი ვარ და არ მინდა რომ ქართველობა დაიკარგო საქართველოში თუნდაც მაგიტურ. აქედან არც ერთ. ჯერ არ ვიცი, არავის იმედი არ მაქვს, მე რომ მინიმუმ რამეს გავიგეთ. ნამდვილად არ გადამიჭყვეტია რომ რომელ პარტიას მიცემ ხმას. ჯერ არც ერთ. ალბათ მაინც ოცნებას. ოცნება. პირადია და ამის არ მსურს პასუხისგაცემა. პატრიოტ ალიანსი. რატომ? იმიტომ რომ პატრიოტები არიან საქართველოში. ეგ ჩემი უფლებაა, შეიძლება არც ეს არ დაუჭირო ხარ. ჯერ არა მაქვს ფიქრება. ჯობია თავი შევიკავა. არც ერთ. ათელაშუსაც. რატომ? რატო რას ქვია? მაგარი კაცია და იმიტომ. ჯერ არა მაქვს გადაწყვეტილი. გააჩნია ერთველი როგორ ჩატარდება და იმის მიხედვით მოგვიცევი. არც ერთ. იმიტომ რომ ძალიან იმედგაცრუება. ეგ საიდუმლოა. ნაციონალურ მოძრაობას. რატომ? საქმეს აკეთებენ. ხარს დაუჭერ ისეთ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც საქართველოსთვის გააკეთებს კარგს. ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილება მიღებული. არ ვიცი, ვერ გავი სიმართლე ვიკითხე პოლიტიკაში. გადაწყვეტილი არა მაქვს. ოცნებას. ის პირველი ვადა ნაციონალებთან ბრძოლაში გაატარეს და იქნებ ახლა მაინც სასიკეთოდ რაღაცა იფიქრონ და გააკეთონ საქართველოსთვის. მოქმედ პარტიას. რატომ? იმიტომ რომ კარგი პარტია არის და აღარ ბანდიტობა არის და აღარ გაცისკლა და აღარ გაუპატიურება ციხეებში და დაწყნარდა ქვეყანა. Это моя дело. შავლო ნათელაშვილის პარტიას. ჯერჯერობით არ გადამიჭყვეთი აი რა ვიცი, აბა პენსიონერებზე ვინც კარგს ილაპარაკებს, ვინც კარგად დაგვაფინანსებს, ალბათ იმას მივცემ. ჯერ არ გადამიჭყვეტია. ჯერ არა ვარ ჩამოყალიბებული. არც ერთ, მაგაძე მეტი მოცლილი, ჰაერ ბუზი არ დადის. რომელიც რუსეთისკენ იყურება. დამთავრდა.